დაიწყე რა, როგორც გინდა ისე დაიწყე რა. მოგვე მესამე გადაცემა ვიწერთ, ეს დედამოწნული. კაიც მაგრამ. ხო და ხო შეიძლება რომ აი ჩარჩოებისგან ადამიანი გათავისუფლდეს, გამარჯობათ. არა, გამარჯობა არ გვინდა. ჩვენ გამარჯობით არ ჩვენ გამარჯობათ არ ვიწყოთ. და ბრუნდი დამყალეობით არც არ დაიწყოთ არც ერთი გადაცემა გეხვეწებით. და ბრუნდი აი ამ ყლეობით არ დაიწყოთ არაფერი, აი საერთოდ. და ბრუნდი აი ამით არ დაიწყოთ არაფერი. აი არაფერი არ დაიწყოთ, აი არც სექსი არ დაიწყოთ, ამით აი სექსი რო იწყებთ. და ბრუნდი და ზრო იწყებ. ასე რო შედიხარ ხელებგაში და ბრუნდით. კაი. ახლა არის 11 საათი და 25 წუთი, უბრალოდ 23 საათი და 25 წუთი. ხევანდელი თარიღი არ თქვა შეჩემას, შაბათს უნდა გავიდეს ეს და ერთი კვირით ადრე ვწერთ. კაცები ხო ამბობენ ხომ ერთი კვირით ადრე ვწერენ. ხო, მაგრამ ეს იქნებოდა დრო სატრაქშია კალენდარს რა თქვინდა კალენდარი თქვა დღევანდელი თარიღი და თქვა ერთი კვირით ადრე ვწერთ. ერთი კვირით αδრე ვიწერთ, მაგრამ ანუ კი ბატონო და ვთქვათ, რავი, როგორც გინდა. რატო უნდა მოვიტყუოთ? რა მოვიტყუოთ? კი ბატონო, ეს გადაცემა შეწელი ერთი კვირით ადრე. მოგეთ, ამას ერთი კვირით ადრე ვწერთ. დღეს არის 16 აგვისტო. მებზვის. გავაკეთო იბზვის ადამიანი ყველა ფაგზე იბზვის დღეს დილიდან მებზვის ვერ გავიგერა გამოკლევება უნდა. გუშის აღამო მართალია მე მაპატიე გუშის აღამოდან. რაც მოვედი იმის მერე მებზვის. აი თუ არ უნდა წავალ გავაჯვა მან მე წავალ. შეწამეთია. ამ სტორმი მე არა. მოგეთ, ამ გადაცემას ვწერთ ერთი კვირით ადრე. დღეს არის 16 აგვისტო, 23 საათი და 26 წუთი. თბილისში მიმდინარე მონაცემებით არის 21 გრადუსი, მშვენიერი საღამო არის. მშვენიერი საღამო თელი დღე წვიმდა. მაგრამ კაი წვიმდა, დედა მოიტყნა. კი, და ცოტა გავგრილდით მაინც. კი, კონდიციონერი მაინც ჩართული იყო. შეიძლება ეს მაცივი დრიხილი თუ ის მაცივი დრიხილი მედი არის. კაი ხმაზე კი არის. მაცივი რო იბრძვის. ხო, მაგრამ ეს არის სტაბილურად რიხინებს. კი ბატონო, გავაგზავნო თუ შეიძლება. ხო. დღეს გვაქვს სახალხო კონტროლის რეაქცია. არა, სანამ სახალხო კონტროლის რეაქციაზე გადავალთ, არ უნდა გვავიწყდეს ერთი რამე. კი, არ დაგვავიწყდეს. არ უნდა გვავიწყდეს ერთი რამე, ბატონო ზვიად თეთრაული და ამირან კამიკაძე. ამირან კამიკაძე ვიქნები მე დღეიდან იაპონელები იყვნენ ამირანები თუ როაჯახებდნენ და ხუია ამერიკულ ავიაბზიდებს თვითონ ეგ ყველა ამირანი იყო იმერელი კამიკაძე იყო ყველა ქუთაისელი ამირან კამიკაძე ზვიად თეთრაული ბატონო ზვიად კიდე კაი ადვილი დასამახსოვრებელი არ შემეშლება კაი აჯერად სახელი არ შემეშლება და ვიტყვი სახელს ნორმალურად კაი ბატონო ზვიად დიახ ბატონო ამირან. ესე იგი, დღეს უნდა განვიხილოთ ჩვენი ძვირძველი, ყველაზე კრიტიკული ადამიანების და ზოგადად საიდანაც მოდის კრიტიკა სამზარეულოში და ის სტანდარტები, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. დიახ. უნდა შევინარჩუნოთ. აი ამ ადამიანების გარეშე ეგ ყველაფერი ვერ წარმოგვიდგენია. შევჭამდით ისე ვირთხიან და თაგვიან იმას. ხაჭაპურებს ეს ხალხი რო არის ძეხვებსაც კი ძაღლის ძეხვებს ცხენის ძეხვებს კიდე კაი ესენი არსებობენ ზიგიზე გამოგეკიდებოდა კი მე მიხარია რომ ესენი არსებობენ კი მეც მიხარია აღარ მეშინია საცხობშიო შევდივარ საცხობშიო შედიხარ ეგ თვალდახუჭული შეგიძლია ჭამო ნებისმიერი პროდუქტი კი ვაფშე არ ვაგვირდები იმიტომ რომ ესენი აკონტროლებენ და ძაღლის ცხენის ხორციც და ძაღლის ხორციც რო იყოს მაინც თვალდახუჭული შეჭამ რადგან ესენი არიან შესულები ამათი გაკონტროლებული არის და ამათი სტიკერი აქვს შემოსასვლელში და სტიკერიც აქვს კი თავის შემოსასვლელში აკრავენ ყველგან სადაც აი ამან გაიარა და კაი სანამ დავიწყებთ და ლაიქეთ გამოიწერეთ ჯერ კომენტარს რას დაგვიწერთ არ ვიცი შეგიძლიათ დაგვიწეროთ მაგრამ ნებისმიერი დაგვიწერეთ რა ნებისმიერი კომენტარი კითხეთ ასე შემდეგ კი ბატონო ნებისმიერი რამ მისაღებია თქვენთვის ყველაფრის ფარგლებში ჩვენთვის და თქვენთვისაც ხო და ასევე რა მინდა ვთქვა აქვე შეგახსენებთ რომ გამოგვიგზავნეთ მეილზე ნებისმიერი თქვენი დეითების ისტორია რაც კი გაგაჩნიათ სკრინები ასევე როგორი pick-up line-ებით მოსულან თქვენთან სტორები. ხო, ეგენი განსაკუთრებით მაინტერესებს. ეგენი გვაინტერესებს pick-up line-ები, ანუ სტორებზე როგორი pick-up line-ებით მოდიან ბიჭები. მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ დავფარავთ, ანუ ადამიანებს პიროვნებას არ გამოაჩენთ.
უბრალოდ მაინც საინტერესო არის. ყველამ უნდა იცოდეს ქართველი ბიჭები როგორი pick-up line-ებით გამოირჩევიან. ხო, ბიჭებიც გამოგიცემს გოგოები როგორ წერენ. კი, ეგეც საინტერესო არის. რა მიდგომა აქვს ქალებს. თავარია მე არ მოხვდა ისე აქ pick-up line-ებში. იმედი მაქვს. მე არ მაქვს იმედი, იმიტომ დასწრებული ვარ რომ მოხვდები აქ ყველაფერში და აი, всё, ეგ არის, დავიწყოთ. ამირან. ნე, ბატონო ზვიად ეხლავე. ისეთი ვიდეო არის, ზუსტად შეესაბამება ეხლა მე რა duty free სუნიც ამდის. ზუსტად ისეთივე საჭმელს განვიხილავთ ეხლა. მოკლედ აბა. რატო გინდა რომ შენი სუნი გააგონო იმას? ხალხმა უნდა იცოდეს რომ duty free სუნი არის ყველაზე არომატული. ხო. აი ვიღაცები ხო ხარჯავენ ფულს, აი 500 ლარს და 1000 ლარს და ეს ცოტა იაფასიანი არის და ვიღაცები ხო ამაქვია 5000 ლარს და 6000 ლარს იხდიან სუნამოებში. აი მე ისეთი სუნამო შევქმენი რომ აი ყველაფრის სუნი ამდის ერთდროულად იმენა. დამპალი ინდოელი სუნი ამდის. ვერ გაიგებ რა კონტინენტის სუნია. ხო, ანუ ერთი რომ გაუსვა ხაზი იმას რომ მე პირველად ვუყურებ ამ ვიდეოს. კი ბატონო, მე პირველად ვუყურებ. ნანახი აქ. არა ბატონო, ზუსტად თქვენ ცდებით. მე არ მაქვს ნანახი, просто გადავახვიე, მოახვიე და კაი იყო და მივხვდი რომ დიახ, ეს სწორად გამოიცანით, ეს არის სახალხო კონტროლი. სახალხო კონტროლი არის იმ მასების არა, იმის ადამიანების ერთობლიობა, რომელიც დღევანდელ საქართველოში ქმნის წარმატებულ საკონდიტრო პროდუქტს საქართველოში. საკონდიტრო არა მარტო საკონდიტრო. იმასაც ხო შედია ხორცებში და საკონდიტრო და ყველაფერს რა. ჰოსპიტალიტის კი, თავიდან ბოლომდე ქმნიან აი აწესებენ ზღვრებს, რომელიც სტანდარტებს, რომელშიც უნდა მიაღწიოს ნებისმიერმა ბიზნესმა. და დღეს იქნება ინდურის სამზარეულოს განხილვა. განხილვა რა ინდურ სამზარეულოს ეწვივნენ და ვნახოთ რა პრობლემებით გამოირჩევიან. აი ასეთი შუშის ფოთლებია უნდალიოს წყალი როი თხრიდებით ბაკურიანის პლასმას ფოთლები. ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. სახალხო კონტროლი მოსახლეობას ეხმარება. ჩვენ მივიღეთ სიგნალი და მივაკითხეთ მობინადრეებს, რომლებიც შველას ვისგან მიიღეს სიგნალი ძალიან მაინტერესებს. სიგნალი მოქალაქეებისგან. მოქალაქე სახალხო ეს ხდება თბილისში, საბურთალოზე. გარდა ამისა, კიდევ ორი პოპულარული ობიექტი თბილისში. დღეს გადაცემაში. უკან ჩაიარა. ეს ხდება თბილისში, საბურთალოზე. ვიხდმა უკან ჩაიარა. ვიზეც იღებენ. გარდა ამისა, კიდევ ორი პოპულარული ობიექტი თბილისში. ბიჭო, ნეტა დაგეკიდე. ანუ გლოუს ქუდი ახურავთ და ვოლტის იზაცვია. დღეს გადაცემაში. და ბოლტის საჭმელი. ბოლტის საჭმელი. შეუძლებელია. ძალიან ძაფრინა მძიმე სუნი არის. იმიტომ რომ სადარბაზოს კარს ვერ ვკეტავ, იმიტომ საშინელი სუნი ხდება სადარბაზოში. შევარდნილა კატასტროფა. დაგვიწერეთ. დაგვიწერეთ, მოკლე მიმოხილვა გინდა თუ არა რომ რაღაცა ინტერესი მაინც შევძინოთ ხალხისთვის, რომელიც ერთხელ მაინც აკლიკებს ვიდეოს და უბრალოდ აი ვინ არიან ეს კლეებიო იტყვიან და ეგრევე ახხოვენ. აი მოკლე შინაარსი თუ გინდათ დასაწყისი. ხო, აი ერთი 10-20 წამიანი ინტრო თუ გჭირდება მაგისთვის. 10 წამიანი 20 პრივიუ თუ გჭირდება. ეს არის სამზარეულო, აი ამიტომ არის კანალიზაცია გაჭედილი, აქ ყველაფერი საშინელება არის. აი შეხედეთ რა სუნია, ყარს აქაურობა. შეხედეთ რა სუნია, როგორ უნდა შევხედო? წერენ და სუსხვა. ეს როგორ უნდა შევხედო? ის რო არის კახური ანეკდოტი რო არის უბორნიის კარები დაკეტეო ცხნერის გემო გამოდის ეთი გამოდის ცხნერის გემო აქ სუნს უნდა შევხედო კაი შევხედო ამა დაანგრია ყველანაირი კანონი აბსოლუტურად შვიდეში მივედით და კიდევ არის სიტუაცია დახვდა სტიკერები ცოტა ადრე უნდა მიგეკრათ კარგად ვერ მოასწარით მიკრა ან კარგად მაინც მიაკარი ქართველები არიან და არა უშავს ყოველ შემთხვევაში ისე წარე დაგამახსოვდებით რომ აუცილებლად სტიკერები სულ გეკნებათ რა ხდება? არა, ცუდი ჭრა იყო. ჩვენაირი ჭრა იყო ვიღაც, ჩვენაირი ედიტორი ყავთ. ეს არის ყაზბეგის 29 წილადი 22 და პირველ სართულზე განთავსებულია ინდურის სამზარეულოს რესტორანი. შესაბამისად
ის სისტემა სავენტილიაციო, რომელიც არის დამონტაჟებული, გადის ეზოში და პირდაპირ ადის ბინებში, სახლებში, აივნებზე. ცენტრალურ გამწოვზე აქვს იმაგრებული პირდაპირ იმათი ისა. კაი, ეს მაინტერესებს. ადამიანები ვერ გამოდიან აივანზე, ვერ სუთქავენ სუფთა ჰაერით. არიან ძალიან შეწუხებულები. ჩვენ ვათვალიერებთ ეხლა ამ ობიექტს და ასევე შემოგთავაზებთ მობინადრეების ინტერვიუს. მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და თქვენ პრობლემასთან დაკავშირებით ხმამაღლა საუბრობთ. რამოდენიმე წელია საცხოვრებელ ფარდში ჩვენმა მეზობელმა მე საერთოდ არ მაქვს პრეტენზია მის კერძო საკუთრებასთან, მაგრამ გააკეთა ინდური სამზარეულო. ამ წლების განმავლობაში ხან საკანალიზაციო აქ ასევე აღსანიშნავია, რომ მის კერძო საკუთრებასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ანუ პატივსცემს. უკვე კარგი არის. საშინელი სუნელების სუნი, ეხლა მე არ მაქვს პრეტენზია ინდურთან, ქართულიც რომ იყოს, იგივეს ვიტყოდი, იმიტომ რომ არ არის სასიამოვნო მთელი დღის განმავლობაში საჭმელების სუნი ისუნთქო ადამიანმა, როცა გინდა სუფთა ჰაერი. იმიტომ რომ სადარბაზოს კარს ვერ ვკეტავთ, იმიტომ რომ საშინელი სუნი დგება სადარბაზოში. შევარდნილა კატა მოკვდა ახლა სადეზინფექციო სამსახური გამოვიდა. ნუ რა დღეში ვარ, ვინმე ვიცი საერთოდ. ეს არის ზუსტად ის სამზარეულო, რომელზეც იყო მაგიდები უჟანგა. შემოვედით ექშენში. დააკვირდით? ქართველები. სატარიან აბა ქართველები. ყოფილან ინდოელები. სამზარეულო, რომელზეც იყო საუბარი. მაგიდები უჟანგავია და კარგია, მაგრამ აი გამწოვის სისტემა საშინელ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ სუნთქვაც მიჭირს და თვალსაც უჭირს რეალურად. აქ დაკეტილია და პრინციპში გამწოვში რა ხდება, ვერ გაიგე. დაკეტილია, ყოველ შემთხვევაში წვეთა არ მიმდინა. მე მაინტერესებს ეს არ ვიცი ამდენი ხანია ეს სამზარეულო პერსონაჟი ჩამოსული არის იქ საქართველოში, მაგრამ უცებ აი შენთვის წყნათ რაღაც პრინც ხარშავ რა. ანელებ რაღაცებს ჩალიჩობ და შემოკანდება უცებ ქალი მიკროფონით, კამერით რაღაცები და გიმოსმებს იქ რაღაცები მიხედავთ. და ამას უცებ ხარ როგორც მექსიკელებს ემართებათ ხოლმე. არ არის გარები როგორია. თავი ისე რომ დაადგება, ხო. და არის ის სატრაქშიო წავიდეს. აი ოს თავი. რა მოხდა რა თუ არის ეს აქ? ანუ რეალურად ეგრე არის რა, სახალხო კონტროლი მახშინ მახსოვს მე რო ბარისტად მუშაობდი ანტრეში. გადგებოდნენ შენ? კი კაცო, მაშინ სახალხო კონტროლი რაღაც ვინც ამოწმებს, სურსათის ეროვნული სააგენტოა, მეგონი ვინც უნებლობის სააგენტო, ხო? ვინც ეგ ამოწმებს, დაგვადგნენ ერთხელ იმის გამო რომ მოხმარებელი მოიწამლა. რით იყავით? არა, საკვებით მეგონი, ჩვენ ისიც ხო ტრაფიკოების ობიექტიც ხო არის ანტრე. სენდვიჩმა აწყინა? სენდვიჩმა რაღაცა მაწყინა რა, ცუდად გახდა მოკლედ რა და მას მიიჩილა სურსათის იმაში მოვიდნენ და ყველა მთელი სოლოლაკის ესა ანტრე წაგვიყვანეს შემოწმებაზე. ხო და აღმოგვაჩნდა სტაფილო კოკები, სტაფილო კოკები. სად იპოვეს? არ ვიცი, მეგონი კვერცხიდან გადაედოთ მაშინ ტკბილეული იყიდა, ტკბილეულიდან გადაედო ამ მოხმარებელსაც რა და გადაობა გითხრა ეხა. ჩემს გარდა ყველა შედა. შენი გავრცელებული იქნება. შენ გარდა თუ ყველა სჭირდა? შენ გარდა ყველა. ეს იგი სულ ყველა ეპარებოდა ტკბილეულსი. ყველა ჭამდა. სულ ყველა ტკბილეულსი მე ვიყავ ერთ სოუს ვიც ჭამდა. ხო და ეგ შოთა ისეთი არის, მაგრამ ნუ ალბათ არ მიჭამია ის ტკბილეული, რომელიც მე ძირითადად მაინც მე რა, იცი მე ანტრეში რაც მიყვარდა ტკბილეული ერთადერთი იყო ქადა. რომელსაც ჭამდი. კრუასანი მე არ მიყვარდა, არაზრუს არ მიჭამია ანტრეში მე კრუასანი, იმიტომ რომ არ მიყვარს კრუასანი. კრუასანს საიდან გადასვლოდა? კვერცხისგან ხო აკეთებენ კრემს, ხო. ხო და მოკლედ გავაგზავნოთ. არეობს. ნახეთ, აი კანალიზაცია როგორ წვეთავს და ესე სათლში როგორ ჩადის ეს ნარეცხი წყლები. ეგ აქეთ ხახვი არის და აქეთ წყალი ჩამოდის კანალიზაციის ისა. არა, კი ვიცი რომ ეხა ამხელა ვედრით ზევით მაგიდაზე ვერ დადგავ ხახს. ნუ დიდია, მაგრამ ეს იატაკზე კი არდებს, ანუ შემაღლებული ნაწილი აქვს დააკვირდი, მაგრამ მაინც ანუ იცავს ნორმებს. ნორმებს იცავს. ჩემი აზრით აქ უბრალოდ წყალი მაინც ბინძურია. ერთი ფერის წყალი ასხია ხა ორივეში და მეგონი არომატის გამო აქვს ეს ყველაფერი, რომ ხახმა შეინარჩუნოს თავისი არომატი. აი კანალიზაცია როგორ წვეთავს და ესე სათლში როგორ ჩადის ეს ნარეცხი წყლები და წავიდეთ კიდე ერთხელ აქ. ამ ინდური მასში? ამ რესტორანში მივიდეთ და გავაკეთოთ რევიუ. ბაზარი არა. ჩვენ ავდგებით. მოვალთ.
და ამ რესტორანში წავალთ. ის ხო ეს სახალხო კონტროლი. ხო, და ჩვენ კონტროლი არ ჩვენ საჭმელს შევჭამთ, მოვიწამლებით, გავიტრაწებით. არა, ამას ეს არ გვინდა. არა მოვჭრი. ჩვენ წავალთ ამ რესტორანში, ყაზბეგზეთან აქვე არის ახლოს რა. კი, ორი სირში არის. ჩვენ თან აქვე ვაზისუბნელ ძაღლს წავუყვანთ, რომ შეგვიწვან ერთი გემრიელად. ბიჭო, ინდოელები არ ჭამენ. ძაღლს არ ჭამენ? მაშინ ჩინურ რესტორანში უნდა წავიდეთ, ბაზარი არა. არც ჩინურში, შეჩემა კორეულში. კორეულში? აუ, ჩემი. არის კორეული რესტორანი ვაფშე? კი, რა საქართველოში, თბილისში იქნება კორეული რესტორანი, საქართველოში რა თბილისში იქნება. ეხლა K-pop-ის ფანები მოგვახდებიან, გვაგინებენ? აუ, K-pop-ის ფანებს შევეცია. აფა რომელზეც იჭრება სალათა და ბავშვები, რომელზეც ბავშვები. აი რა მდგომარეობაში არის. თუნდაც ფიზიკურად შეუძლებელია. ძალიან მძაფრი და მძიმე სუნი არის. ჟანგბადი გვაქვს ხონაერი. ანუ ეს ხალი ატოვე რა ცნობიერებს, რომ აი როგორც ქართველ ემიგრანტს ენატრება საქართველოს მიწა, ინდუელსაც ენატრება ინდური სურნელი ჰაერში. შეიძლება. ხო და ადამიანს აქვს შექმნილი ზუსტად ის სუბსტანციის ჰაერი და გარემო, რომელიც არის ინდოეთში. და ვერ იგებს და ვერაცნობიერებს, რომ მას ეს ყველაფერი მოსწონს. და მიჩვეული არის მისი ფილტვები ამ ყველაფრის სუნთქვას. ხო არის თქვენ თქო გაიარე მის ფეხსაცმელში კილომეტრი. კი ბატონო, ზუსტად ეგაა. ქოლილი არის, ნახეთ აი როგორ არის. სანამ მადონნა ათვალიერებს და ამოწმებს სამზარეულოს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დარბაზი, აქ ბევრი წმებს ქოლილი არის, ნახეთ აი როგორ არის. სანამ მადონნა ათვალიერებს და ამოწმებს სამზარეულოს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დარბაზი, აქ ბევრი სტუდენტია. ბუნებრივია, რომ აქ ძალიან ბევრი ინდოელი სტუდენტია, სამედიცინო უნივერსიტეტი აქვეა ვაჟა-ფშაველაზე და ისინი გადმოდიან აქ იმისთვის, რომ მიირთვან თავისი ეროვნული ტრადიციული კერძები. ეს არის ბიკენტია. ეს არის ინდოელი ბიკენტი. ინდოელი ბიკენტია. გამოვიდა ქაბაბი უნდა შეამოწმოს, აბა მაჩვენე შენი ქაბაბი ეუნება ინდოელს. ალბათ ინდური კერძები უყვართ არა მხოლოდ ინდოელებს, ძალიან ბევრ ადამიანებს უყვართ და შეუძლია ნებისმიერ შევიდეს და აქ მიირთვას. არა და ეს კაცი ეხა ვინც გამოვიდა. ჩვენთან რო ჩააგდო კახეთში. ვერ გააჩვენე. ჩემეზობლად რა. ჩემს უფეში ჩააგდო დედას გეფიცები თუ მიხვდე რომ ვიღაც რიგითი პელი არ არის რომელიც ყავს 1-7 სოფელში. 7 პელი ყავთ? კი, მინიმუმ. მაგრამ თამაშობს ფეხბურთს. სტუმარმა რა თქმა უნდა არ იცის რა პრობლემას უქმნის ეს ობიექტი სამეზობლოს. ეს რა არის? შეხედეთ რა არის. ამ ყაყებულია ყველაფერი ამას. შეხედეთ. ამას შეხსნი, ამას შეხედეთ. რატომ მოუყარა ძღნელი რო ჩადებული ქონდათ იქ შენახული იყო და ამოუყარა დაუყარა. ჩაციებული ქონდა ძღნელი ჭაში, მაგრამ ისე მინდა გამომახვიდო მარჯვნივ ყურადღება თუ შეხედავ არ ჩანს იმაში ვიდეოში. ჩვენ თავი ეფარება. შენ თუ ჩააქრობ ჩვენ თავს. არის. აი ხა მინდა მარჯვნივ კუთხეში გამომახვიდო ყურადღება. ალბათ სამზარეულოს სიუცეში მიღებულია. თანცხელა. აუ ფეხის ფრჩხილს შეხედე პროსტა. ცივი არახი აქვს ფეხზე. კაც მოკლავს. ალესილია ეგრევე. და მე გაგიკვირდება. შეხედე გამესნელებ. ამას ვასანოჭკები რატოაც ვიავი. აი რას ვერ ვიტანით? ბავშვობაში კი მეცვა რა, მაგრამ ანუ რას ვერ ვიტანით? აი ოდნავ სისველე როგორც კი შეგეპარებოდა ამ იმაში ბასანოჩში. სანდლები ხო არის? სანდლები ხო ხია უფრო. თუ სანდლები ისა თიჩი რო გასაყრლიანი რო არის, ეგ არის სანდალი. თუ ესეც სანდალი ხო არის ეს? ანუ როგორც კი სისველე შეგეპარებოდა და სადმე ცოტა დაღმართი იქნებოდა, ხო? ეგრევე ფეხი მიდიოდა წინ და მიდიოდი შენ მთელი ცხვირპირი წინ მიწაზე. აი რატო უნდა ჩაიცვა ეს აი იდიოტო აი არ მესმის აი ან უნასკოდ რატო აცვია ხარ გადიდებ ვერანაირად ვეწევ ამიტომ არის კანალიზაცია გაჭედილი აქ ყველაფერი საშინელება არის აი შეხედეთ რას უნია ყარს აქაურობა ო ის ტუტყლიანი ხელი მიადო ჩემი ეს არ არის აი მოუსვა ხელი ეს ამას ხურავ იმიტომ რომ ამის ატანა არ შემიძლია საშინელი სუნი ამოდის ეს არის გასარეცხი ჭურჭელი ეს არის
იმ რაღაცას ტუტყლები რომ ამოიღო რა ეფარა კარგად იყო წყნარად თავისთვის რა არა მოდიოდა ამან ახატა ამოქეკა იქიდან რაღაცები და უყარა გარშემო ხელები წაუსვა და მიაფარა ისევ ბიჭო როგორი რაღაცა იცი დააკვირდი ეს მაგიდა აშკარად არის გამოწეული ხო ამაზე იდგა აშკარად ეს მაგიდა იდგა ამის ზმაში ხო და მე იცი რა მაინტერესებს ამას თავი რატო არ ახადა იქნება იქ ვიღაცა ინდოელი ბავშვი წევს სვეჩი პაკისტანელი ბავშვი ვიღაცა მოპარული ყავთ და რა ვიცი იქნება უარესი რაღაც საზიზრობა აღმოვაჩინოთ იქნება ვიღაცა ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები ვიპოვოთ აქ აი მარტო საკუთარ საქმეზე რო ხარ მისული იქნება სიცხლის სამართლის დანაშაულია რაღაცა ჩადენილი იქ და ეგ საერთოდ კურკლი არ არის და საერთოდ ვიღაცის კანი იყო გამხმარი სამოუჭრათ არა ამას არ ხო წები ვინც ეხა ედიტებს ამ აღარ არის რა არის ადამიანმა ვიღაცას გაეპარა მიეტრაცა და ბავშვმა ჩაიჯვა იქ საერთოდ პამპერსი დაავიწყდა წაღება ხო შეიძლება ახადო მაგ დედამოწყულს იქნება კიდე ვიღაცაა შიგნით რატო ახადა ვაფშე მაგიდა რატო გაწია ხო ანუ ეგეც მე ვისა რა არ ვიცი ეძიება ეხა შეიძლება შპალერია ახიოს იქ და ფილები ამოიღოს იქ და ფილებს ქვეშ ახდა ბატონოს ვიად მე არ ვიცი აი არ ვიცი კაროჩი კანო არ ვიცი რა არის ეს იმიტომ რომ ამის ატანა აღარ შემიძლია მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ეხლა დარბაზი არის ნორმალური მაგრამ ის რაც ჩემი აზრით რო შევადაროთ ინდური სამზარეულოები როგორ გამოიყურება და TikTok-მა როგორი სპეკულანტური წარმოდგენა შეგვიქმნა ინდურ სამზარეულოზე ეს არის 64 ძმა ვაკაურობა იმას სახელი გაუფუჭე ნამდვილად ახლა ეს არის 64 ბიჭო იქ როგორ არის იცი იქ აჩვენებენ ძალიან ექსტრემალურ რაღაცებს თორე დარწმუნებული ვარ ინდოეთშიც იქნება ისეთი რა მაღალი დონის რესტორნები და რაღაცები ისეთ თორე დიდარ რაიონებში ინდოეთში მე ეჭვება რომ მილიარდერები რო არიან ინდოელები და ის ბოლივუდის სტარები რო არიან იქ დადიოდნენ ფეხით რო ჩინჩლავენ იმას ხო უნდა გამოსასწორებელია და თავარი ქვისი ნომერი წერია კედელზე 591764746 დაურეკეთ რაცამია ბარიგის ნომერი მიაწერა ეგრევე აწმიზე მაგარი არის ხა მაინც რჩება რა ეშველება მოსახლეობას რა ეშველება იმ ადამიანს რა ეშველება არა ზე პატრონს მოუთხან ზევით ძველი ნომერი წერია რუიანით რო იწყება აუჩები ვიღაცა რამდენი წელია წერს ვიღაცა ოპა დაიწყო ჩვენი ციმციმი გასათითი საღურძმაო კი საღურძმაო მიუთითე უკან ცოტა უკან პირიქით ძმა კარგი ასე ვეძებ ჯისპოცას შენახული არის კვერცხით თავის კონტეინერებში, ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგი შეცდომას უშვებს და რეცხავს კვერცხს და მერე უკვე კვერცხს ვინაიდან ფორები აქვს, უკვე შეიძლება შიგნით დაბიძურება მოხდეს, კვერცხი უნდა გარეცხო უშუალოდ გამოყენების წინ, ესეც სწორია და კარგი არის. იმდენი მაცივრები გაქვთ, რომ ცალ-ცალკე გაქვთ ყველაფერი მოთავს. ეხლაც მეც პირველად გავიგე. რო კვერცხი რეცხავენ, საუბრობდოთ ანტრეშიც ეგრე მოხდა, რომ კვერცხი გარეცხეს და შემდეგ დადეს. პირიქით, ბიჭო, კვერცხი და ქათამი თუ გარეცხე, ის სალმონელა რაც აქვს, გადადის ნიჟარაში მერე. მერე ნიჟარა არის იმ სალმონელად ის აოსე. ძებული, როგორც იქნა ვიღირსე. ნახეთ, აი რას ნიშნავს სუფთა დაფები. და ქვევით ნახეთ რო არის რეალოს დადებული, ანუ გამოყენებაში იყო და ჩემთვის არ არის მომზადებული, თუმცა ჩემთვის საიდან იქნებოდა. აქაც წეღან ეს რო უგეთია ხელსახელოცი რო რაც ქვია ამას ხელთათვანი რო უგეთია, ყველაფერს ხო შეეხო, ამით მოვიდა მე დაფა აზია გარეცხელი დაფა სუფთა დაფა რო კაპკა. იქეთ კვერცხებს შეეხო, იქეთ იმას შეეხო. აი დანაიღო კიდე და ყველაფერს მოუსვა ხელი, იქ სალათის ისინი ჯამიც გაწია. ამაში აქ მეგონი შემდეგ და ესა მოხმარებელზე პასუხისგებელი. მეგონი ეს ჩვენზე კი არ ზრუნავს პირიქით, რა ქვია. წამლავს მადონია, აქაც. თქო უნდა არის, მაგრამ დადებითად შეგვიძლია მადონა კოიძია და ლიზა ვადაჭკორია. კაუჩი. ვერ იყო ესეთი სკანდალური ეპიზოდი. უარესველდი. ბევრად უფრო მძიმესველდი რაღაცას. მეტი მძიმე საგინა ინდოელებს აჯვეს
ის რასიზმის გამოავლინეს, აგერ რა, თეთრი უნდა იყოს და შავიო თქვეს. ცოტა ვერც ვიღადავე სიმართლე რომ გითხრა. მეტი ღადაობა მეკონა რომ იქნებოდა რაღაცებს გააზრობდნენ. ძველ ეპიზოდებში როგორც იყო, აშკარად ესენიც რაღაც ცოტა დაიღალნენ, გამოიფიტრნენ, მობეზრდათ. მოიცვითნენ. ხალხს ეზრუნვა მობეზრდათ. ჩემი აზრით ხალხმა მაინც უნდა ჭამოს ის, რასაც რესტორანთა ქსელები აწვდიან. სხვა რა გზაა? მაშ ტაჯიკეთში გააკეთე საჭმელი. კი ბატონო. სხვანაირად არ გამოდის. რავი, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ. კიდე განვიხილოთ თუ არა რევიუ. განვიხილოთ თუ არა უფრო მძაფრი კონტენტები. ასევე ჩვენ გვინდა ფილმი რო განვიხილოთ, მსგავსად. და დაგვიწერეთ რომელ ფილმს ისურვებდით რომ განვიხილოთ. ხო, YouTube-ის ვიდეოებიც, ფილმიც, რავი, ნებისმიერი რამე მუსიკაც იყოს თუ გინდა, არ აქვს მნიშვნელობა, რავი. დაყარეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში, მოგეწონათ თუ არა ეს განხილვა. ასევე განვიხილოთ თუ არა კიდევ ერთხელ სახალხო კონტროლი და ასევე ფილმზე, რასაც ვაპირებთ, ნებისმიერი ფილმი დაგვიწერეთ, რომელსაც ისურვებდით რომ განვიხილოთ. ოღონდ მოკლე ჭრები იქნება, რა დარღვევები იქნება და ასე შემდეგ, რამე სასაცილოები ასე შემდეგ. ყველაფერს ამოიღებთ და ჩვენ განვიხილავთ. დაალაიქეთ და კომენტარით. დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, სადმე ამოვარდება აქ, სადმე ზევით. თუ ამოვარდა. ეს სათითაო ადგილია, ქვევით ამოვარდება სადმე. და ხო. ასევე ჩვენი აღწერაში იქნება ჩვენი PayPal-ის ლინკი, ვისაც რამე სურვილი გექნებათ, ასევე შეგიძლიათ წინ წაგწიოთ ნებისმიერ განვითარების კუთხით და ეს იყო ოკრობოკრო, ეს მე ვიყავი ბატონი ამირანი და ეს იყო ბატონი ზვიადი. Peace. თქვენი მომორჩილი. Amri Zibetls. Amri Zibetls.